როგორ მიმდინარეობს ონლაინ გამოწერილ ამანათებზე და საფოსტო გზავნილებზე კონტროლი საბაჟოზე. რა მოწმდება ამანათებში და რა დარღვევები ფიქსირდება ყველაზე ხშირად, ნახოთ თამარ კოპახიძის რეპორტაჟში. ეს ამანათები საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოიწერეს ან გამოაგზავნეს. საფოსტო გზავნილები საშუალებას გვაძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ მივიღოთ ნივთები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით საფოსტო გზავნილი შემოდის. ამ ამანათში ხა აღმოჩნდა რაღაც უცხო მეტალის დეტალები, რაც საკმაოდ საეჭვო არის და ხა მოვახდენთ მის დეტალურ დათვალიერებას. მებაში ოფიცერი საფოსტო გზავნილს ეჭვის საფუძველზე ხსნის. სკანირების ეტაპზე ამანათში საეჭვო მეტალის დეტალები ფიქსირდება. შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ გზავნილში დევს ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები, რომლებიც სპეციალურ კონტროლს ექვემდებარება. საქმე გვაქვს ცეცხლსასროლი იარაღის დეტალების რის გაჩერებაც მოხდება და შემდეგ შესაბამის ორგანოებს გადაეცემათ მოკვლევისთვის. ეხლა ეს გახავთ აი იარაღის სასხლეტის ზევით რაც ყენდება და შემდეგ ამის დეტალურ მოკვლევას მოვახდენთ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი შემადგენელი ნაწილების შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის ნებადართული. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიისა და თანხლები დოკუმენტაციის წარმოდგენა. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს არც ნებართვის დოკუმენტები ჰქონდა წარმოდგენილი და არც გზავნილი იყო დეკლარირებული. ეს წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას და იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აქ უყურებთ წითელ დერეფანში მოხვედრილ ამანათებს, აქ უყურებთ მწვანე დერეფანში მოხვედრილ ამანათებს, 10%-ზე მეტი ხდება წითელ ყვითელ დერეფანში და დანარჩენი მწვანე დერეფანში. საფოსტო გზავნილში დარღვევები თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება. მოქალაქეები სხვადასხვა გზით ცდილობენ აკრძალული ნივთების ფარულად შემოტანას. ხშირად ისინი ჩადებულია ტანსაცმელში, ფეხსაცმელში, ტკბილეულსა და ტექნიკაში, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებები და ძვირფასი ლითონები. ბოლო პერიოდში გქონდა ასეთი გამოვლინება, მებაჟე ოფიცერმა სკანერზე ეჭვის საფუძველზე გააჩერა ამანათი. ამანათში იყო საკვები დანამატი ქარხნულად შეფუთული, გახსნა და შიგნით აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი დიდი რაოდენობით. ეს კადრები მებაჟე ოფიცერმა სამხრე კამერით გადაიღო. საფოსტო გზავნილში მოქალაქე ფარულად ცდილობს ოქროს ნაკეთობის შემოტანას, რომელიც სახის საცხში იყო ჩადებული. ამოღებული ოქროს ნაკეთობების საერთო წონა 138 გრამს შეადგენდა. არის შემთხვევები, როდესაც საფოსტო გზავნილებით ხდება გადაზიდვა იმ ნივთიერებების, რომელიც აკრძალულია საფოსტო კონვენციით, ეს არის პრეკურსორები, ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპიული ნივთიერებები, რაც სასახად აკრძალულია და ჩერდება და შემდგომ ექვემდებარება განადგურებას ან შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას. რაც შეეხება შემცირების ნაწილს, აქაც ხშირია ასეთი ფაქტები, ვაიდენტიფიცირებთ შემცირებულ ღირებულებას, საზღვრავთ საბაჟოს ექსპერტების მეშვეობით სწორ საბაჟო ღირებულებას და ხდება უკვე სამართლებრივი რეაგირება და რა თქმა უნდა უკვე სწორი ფორმით დეკლარირება. რონი კინოლოგ ოფიცერი სპეციალურად გაწვრთნილ სამსახურეობრივ ძაღლთან ერთად ამანათებს ამოწმებს. ამ შემთხვევაში იმიტირებული პროცესია კონტრაბანდული საქონელის აღმოჩენის. რონიმ ათასობით ამანათში მხოლოდ ერთი გამოარჩია და აკრძალო ნივთიერებას მიაგნო. ყოჩა, კარგი ბიჭი ხარ ხა, მაგარი ხარ. როდესაც პოულობენ რამე ნივთიერებას, ან ჯდებიან, ჩერდებიან, არაზიანობენ. ამ შემთხვევაში გვყავს ჩვენ დრონი, პასიური ძაღლი, რომელიც მიდის სუნთან შეშდება. შეიძლება მე გამომხედოს, რომ აქ არისო ვიპოვეო, ან უკეთესი ადგილი იპოვოს და იქიდან შეძრეს. ზოგი ძაღლი ჯდება, ზოგი წვება. ჩვენი ძაღლი შეშდება. და ჩვენ გვიყურებს. ამ შემთხვევაში რაღაც საეჭვო დაიმახა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იპოვა რაღაც საეჭვო, რომელიც გადავიტანთ და დავათვალიერეთ. საფოსტო გზავნილით აკრძალულია შემდეგი საქონლის შემოტანა: ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, ფეთქებადი, აალებადი ან სხვა სახიფათო ნივთიერებები, კონტრაფაქციული საქონელი, ცოცხალი ცხოველები, ნიადაგი, გარდა იმ მცირე რაოდენობისა, რომელიც გადაადგილდება მცენარეებთან ერთად, სხვა პროდუქტები, რომელთა შემოტანაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. დაშვებული შეცდომით
მიდგომებით ამანატების გამოწერის დროს. ან დაშვებულია უზუსტობები, არ არის გაცხადებული სწორი ღირებულება. ხშირ შემთხვევაში პირი, რომელმაც ამანატი გამოიწერა, თავშივე არ აქვს იდენტიფიცირებული, თქვათ ამანატთან წარმოშობილი ვალდებულებების შესახებ, ანუ კანონმდებლობით რა ტიპის გადასახდელები შეიძლება დაეკისროს მას, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიური დანიშნულებით და ასე შემდეგ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იდენტიფიცირდება დარღვევის შინაარსი, რაოდენობა და ღირებულება და მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში. სად იმყოფება გზავნილი? დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეს შეუძლია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შეამოწმოს. საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ თქვენი ამანათის ნომერი. საქართველოში საფოსტო გზავნილების რაოდენობა 2024 წელს 15 მილიონი, 2025 წელს 20 მილიონზე მეტი, 2026 წელს 30 აპრილის მონაცემებით. წინა წლების ანალოგიურ პერიოდს 800,000-ით აღემატება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი პირი მეორე პირს საჩუქრის სახით უგზავნის ამა თუ იმ ნივთს, თუმცა მიმღებ პირს უკვე უჩნდება ამ ნივთის დეკლარირების ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში ხშირად არ არის განსაზღვრული ამ ნივთის საბაჟო ღირებულება. პირს შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, საბაჟო ღირებულებისა და კლასიფიკაციის სამმართველოს, ჩვენს მიერ ხდება უკვე დადგენა საბაჟო ღირებულების და უკვე ამ წარმოშობილი ვალდებულების დასრულება განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად. გამოგზავნილი საქონლის ღირებულება აღემატება სამასლარს. გზავნილი ექვემდებარება დეკლარირებას და იმპორტის გადასახდელით დაბეჭდას, რაც საქონლის საბაჟო ღირებულების 18%-ში ადგენს. როდესაც მოქალაქე იწერს ამანატს, აუცილებელია მიუთითოს ნივთების სწორი ღირებულება და დასახელება. ზუსტი ინფორმაციის მითითებით საბაჟო პროცედურების სწრაფად წარიმართება და ამანათი დათქმულ ვადაში ჩაგბარდებათ.